დღევანდელი შეხვედრა არის სადისკუსიო შეხვედრების ციკლის, ასე ვთქვათ, შესავალი. თემა დღევანდელი პირველი შეხვედრის არის სად ვართ როგორც საზოგადოება და სახელმწიფო. მიზანი იყო ჩვენი საპროტესტო ჯგუფის საერთო სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, გაღვიძება, იმავდროულად თითოეულ ადამიანს ეძლევა შანსი, რომ კიდევ უფრო განვითარდეს როგორც ორატორი, როგორც სამოქალაქო აქტივისტი, გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი პოზიციები, ხედვები, კიდევ უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა ამ პლატფორმებზე და რაც თავარია, ეხლა რაც ხდება ქვეყანაში, ამ პროცესში ვიპოვოთ ძალიან კარგად ჩვენი ადგილი, იმიტომ რომ ხშირად შეიძლება დაგრჩეს განცდა, რომ შენ მხოლოდ ვიღაცის ნების, ან საერთო ეროვნული ნების პატარა მონაწილე ხარ, რაღაც მომენტში შეიძლება ნებაც კი არ გაგაჩინე, ჭანჭი ხარ და უბრალოდ მისდევა აი ამ ტალღას და ამიტომ ესეთი საუბრები ადამიანს აძლევს საშუალებას კიდევ უფრო მეტად აქტიური იყოს, მოახდინოს თავის სააზროვნო პროცესის აქტივიზაცია და თავისთავად დაინახოს როგორც ინიციატორი აი ამ ცვლილებების, რაც ხდება ქვეყანაში და არა უბრალოდ რაღაც მიმყოლი და გამგრძელებელი. სადამდეც გაგრძელდება ეს საპროტესტო მოძრაობა, საპროტესტო ეს რევოლუციური ტალღა, რაც არის დღეს საზოგადოებაში, უნდა იყოს ესეთი შეხვედრები. ყველა ადამიანს უნდა მიუცეთ საშუალება, რომ არა ქუჩის დიალოგის რეჟიმში იყოს მხოლოდ, არამედ იყოს ეს დახურულ სივრცეში, მას უსმენდნენ. სწორედ ესე იზრდება ლიდერი, სწორედ ესე ყალიბდება სამოქალაქო მებრძოლი.